ისტორიაში არიან ადამიანები, რომლებიც იმის გამო კი არ გვახსოვს, რომ გაიმარჯვეს, არამედ იმიტომ, რომ თავიანთი არჩევანი ბოლომდე დაიცვეს. თქვენ უსმენთ პოდკასტს „ფურცლის ხმა“. 1918-დან 1921 წლამდე სახელმწიფო სამსახურში იყო. მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა არა იდეა, არამედ ყოველდღიური საქმიანობა. ისედაც რთულ დროში, როდესაც შიგნით სიღარიბე, არასტაბილურობა და უთანხმოებაა, ხოლო გარედან მუდმივი საფრთხე, ბენია ჩხიკვიშვილი ყალიბდება იმ პიროვნებად, რომელსაც სრულიად გააზრებული აქვს საკუთარი მისწრაფებები. 1921 წელს, როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში და დამოუკიდებლობა წაგვერთვა, ქვეყანა დადგა არჩევანის წინაშე. ქვეყანა შედგება მოსახლეობისგან. სწორედ ამიტომ დადგა ქვეყანა არჩევანის წინაშე და არა მოსახლეობა. არჩევანი კი ასეთი იყო: შეგუება, დუმილი ან გაქცევა, თუ წინააღმდეგობა. ბენია ჩხიკვიშვილი იყო ადამიანი, რომელიც არ შეეგუა ახალ წესრიგს და არ ღვია დუმილი და არ დაუტოვებია ქვეყანა. ის ჩაერთო ანტისაბჭოთა მოძრაობაში იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ფიქრობდა, რომ ოკუპაცია შეიძლებოდა დროებითი ყოფილიყო, ხოლო თავისუფლება აუცილებლად დასაბრუნებელი. სწორედ მათი ამ შეურყევი რწმენით დაიბადა 1924 წლის აჯანყება. ეს არ იყო სწრაფი ნაბიჯი, რომელიც ერთ დღეში გადადგეს. ეს იყო ის შიში, ბრაზი და შეუგუებლობა, რაც წლების განმავლობაში დაუგროვდათ. საბჭოთა ხელისუფლება ანადგურებდა ინტელიგენციას, ავიწროებდა ეკლესიას, მიდიოდა მუდმივი დევნა და დაპატიმრებები, რათა სწრაფად მოეპოვებინათ კონტროლი. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე თანხმდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი საერთო მიზანზე, რომელიც ასე ჟღერს: საქართველომ ისევ უნდა სცადოს. 1924 წლის აგვისტოში აჯანყება ერთდროულად რამდენიმე რეგიონში დაიწყო. თუმცა ამბიციური გეგმის მიუხედავად, საბჭოთა სპეცსამსახურებმა ბევრი რამ იცოდნენ წინასწარ და აჯანყების ჩახშობა მალევე მოახერხეს. ბენია ჩხიკვიშვილი იყო ამ აჯანყების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. ის არ დამალულა. არც პასუხისმგებლობას გაქცევია და არც შეწყალება უთხოვია. წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს ფასი. სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი საზოგადოებისთვის ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტით. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდა, ის ერთ-ერთ მთავარ მკაფიო ნიშნულად დარჩა იმისა, რომ საქართველოში თავისუფლების იდეა არ მომკვდარა. მნიშვნელოვანი ფაქტი: დათო ტურაშვილის წიგნი „პარიზის ქართული სიზმრები“ სრულდება ამბით, რომელიც ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის შემდეგ შემორჩა. კერძოდ, მორღვეულ საყელოზე ბენია ჩხიკვიშვილმა სისხლით წააწერა: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“ და ითხოვა ეს საყელო საქართველოში გაეგზავნათ. სწორედ ეს არის ის, რისთვისაც იცოცხლა და რისთვისაც მოკვდა ბენია ჩხიკვიშვილი.